მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ გაშლა. ანუ თქვენ მისი თვალით ნახოთ ჩვენ როგორ ხედავდათ თავიდან, ეხლა როგორ ხედავდა, ნახოთ საპერსპექტივოდ თუ არის რამე ისეთი, რომ თქვენთვის სასარგებლო იყოს. მოდით ნახოთ თქვენ როგორი იყავით მისთვის თავიდან. როგორი ვიყავით მისთვის თავიდან, გაჩვენებთ მე ტაროს. Так, მე ვნახოთ ეხლა რა ხდება? და მე ვნახოთ აი სამომავლოდაც ნახოთ, გითხოთ. საერთოდ რა თვალის დაგინახავთ, ხო? ესეც ვნახოთ, ეხლა ჩვენ გითხოთ. რა თვალი დაგინახავს მე. всё. დავიწყოთ. აბა ვინ იყავით? როგორი იყავით მისთვის თავიდან? ნუ აქ რას მაჩვენებენ იცით? შეიძლება აქ ბევრისთვის იქნება როგორი სამი მაღალი არკანი. პირველ რიგში ის მე შემიძლია გითხრათ ეგრევე რომ ეს ურთიერთობა, ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ აქ დაჟე შეიძლება თქვენ ნახეთ ეს ადამიანი გაიცნო ვიღაცამ გზაში არ გამიკვირდება, შეიძლება სხვა ქვეყანაში დაუშვათ გაიცანთ, ან ნუ სადღაც ეს ადამიანი ან ჩამოსული იყო ეს ადამიანი, ნუ რაღაცას უკავშირდება გზას. აი, თქვენ მისი თვალით რომ დაგინახათ თუ არა, ამ ადამიანმა თქვა, რომ ეს ღმერთმა გამომიგზავნა აქ, ეს რა ხდება, ეს ვინ არის, ეს რანაირი, ნუ ანუ ძალიან გაოცებული იყო და ეგრევე აი როგორ გითხრათ იმ დონეზე მოეწონეთ, რომ ანუ თითქოს როგორ არის, იცით? აი, რაც არ უნდა იყოს, უნდა გავიცნო ეს ადამიანი რა, რაღაც ეგეთი მომენტი. ანუ ვინ როგორი იყავით მისი თვალით? პირველ რიგში ისეთი ადამიანი, რომელიც აი ძალიან ჭკვიანი, ძალიან საინტერესო. ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვა, მიგეჯაჭვოთ, მაგრამ აქ ახლა ისეთი როცა მე-12 არკანით არის მიჯაჭვლება, აქ თითქოს აი მივეწებე რა, თუ როგორ თქვა, ახლა ზალიპანი არის ეგეთი კარგი სიტყვა რუსულად, რომ ანუ როცა ადამიანი ნამდვილად აი რაღაცნაირად გაოცებული იყო რა. ძალიან დიდი ჭლაბეჭდილება მოახდინეთ თქვენ მასზე რა. აი ძალიან დიდი ჭლაბეჭდილება. კი. თითქოს როგორ არის, იცით? ანუ კი, მიგეჯაჭვოთ ეგრევე რა. იმ წუთში, იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით? აი ამ ადამიანისთვის პრინციპში თქვენნაირი ადამიანი შეიძლება არ შეხვედრი არასოდეს. და აი სულ მაღალი არკანები. და ნახეთ, თქვენ როცა მაგ ადამიანმა დაგინახათ, მაშინ აი შემიძლია გითხრათ, აი ეს როგორი მომენტი, იცით, სურვილის ასრულება. აი შეიძლება ადამიანი ახლა დაუშვათ ახლა უყურებდა გარასკოპებს, ხო? სიტყვაზე არის მოყვარული გარასკოპები. შეიძლება არის ადამიანი თქვა დაუშვათ უბრალოდ ვარსკვლავებს უყურებდა. ცოტა მაპატიეთ, ჩემი შვილი არის ჩემთან, ცოტა გაცივებული, თუ ხმას გაიგებ, არ მიაქციეთ ყურადღება. კიდე ნახეთ ახლა აქ როგორი სიტუაცია არის, შეიძლება ადამიანისთვის თქვენ, ანუ როგორ არის, იცით, აი ჩემი სურვილი ასრულდა. აი ვარსკვლავია, შეიძლება ცნობილი ადამიანი ხარ და ვაფშე დაგინახათ სადღაც. ან თქვენი სურათი დაინახა, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა აი ამ ყველაფერს. დაგინახათ თუ არა, ეგრევე თქვა, რომ აი ეს არის ის, ვინც მე მინდა. ეს არის, ანუ ეს მინდა ეს ადამიანი, პატარა ბავშვი და აი თითქოს როგორ არის, იცით, აი მზე გამოანათ რა, თქვენ რო დაგინახათ რა, აი ეგეთი რაღაცა ქონდა ამ ადამიანს, თქვენ, ნუ პენტაკლების დედოფალი. ანუ ქალი, რომელიც აი ნამდვილად როგორი იყო, იცით, აი ისეთ ენერგიები, აი ნუ თან ნახეთ, აქ იყო იმენა თითქოს ვიცანი ეს ადამიანი რა. ანუ ძალიან როგორ, აი ისეთი ქალი, რომელიც მინდოდა, რომელიც მე მაკლდა რა. აი რაღაც ისეთი თბილი, შეიძლება აქ ვიღაცამ ვაფშე დედის ენერგიებიც იგრძნო, თუ აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა სხვაობა რა. და ანუ თითქოს როგორ არის, აი ყველანაირად იგრძნო, რომ ის მე უნდა რაც არ უნდა იყოს, უნდა გავიცნო ეს ქალი. ნუ აი ძალიან ისეთი ენერგიები წამოვიდა რა, შემიძლია გითხრათ, რომ იგრძნო რა, იცით, აი ჩემია რაღაცნაირად აი ესეთი მომენტი ქონდა ამ ადამიანს. ნუ ნახოთ ახლა მისთვის ვინახარ თქვენ ახლა.
ეხლა ხართ მისი ტკივილი, ეხლა ხართ თქვენ მისი ადამიანი, ნახეთ აქ უზომოდ დიდ ტკივილს განიცდის ეს ადამიანი. შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ ამ წუთში არა გაქვთ მასთან კავშირი, შეიძლება იმიტომ რომ აქ სულ მაღალი არკანების უმრავლესობა მოდის, იმიტომ რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან. თითქოს როგორ იცით, ესეთი ენერგია, რომელიც თქვენში მან დაინახა, ეს იყო ენერგია, რომელიც მაგას აკლდა, რომელიც მას სჭირდებოდა, ასე ვეთქოდე რა. მაგრამ ეხლა აქ რასაც მაჩვენებენ, აქ უკვე არის სიტუაცია, როცა თითქოს ხო გითხარით, ეს ურთიერთობა მაგისტრის უდიდის ტკივილს ანიჭებს, მაგრამ თქვენ ანიჭებთ. მოდით ასე ვკითხოთ, აბა რატომ მაშინ, ხო, ასეთი ტკივილები? და თან უყარხართ. თან ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენი ურთიერთობა ეხა და სრულდა, იცოდეთ, რომ ეს არის მაგისთვის ძალიან დიდი ტკივილი. იმიტომ რომ მას უყარხარ და ეს სიყვარული მაგას შიგნიდან ჭამს, მიხვდით? მაგას აქ უდიდესი შიში იმისი, რომ შეიძლება აქ დაკარგვისას შეიძლება ეშინოდეს ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში როგორ არის, იცით? სიყვარული, რომელიც მას არ უშვებს. არა და ადამიანი რომელიც ფიქრობს თქვენზე სულ მაგრამ ეს ტკივილი ეს სიყვარული გადაიქცა ტკივილად რა რატომ კიდე რატომ ხო გეუბნებით რთული სულ ათიანები იმპერატრიცა მერე თქვენ ნახეთ შეიძლება даже რას გეტყვით რომ მაგას საერთოდ ამ ეს ადამიანი შეიძლება არის უცოლო გოგოებო თუ არის ცოლიანი ძალიან არ ვიცი მეეჭვება იმიტომ რომ აქ როგორ არის აქ ადამიანს აკლდა რაღაცა ქალის ენერგია თან როგორი ენერგია იცით იმპერატრიცა და პენტაკლების დედოფალი ეს არის даже დედის ენერგია შემიძლია გითხრათ რა ეხლა ნახეთ რა ხდება ათიანები ამ ადამიანს ეს ადამიანი ძალიან განიცდის და ძალიან ამისთვის ნახეთ როგორ არეულია თვითონ მეც როგორ არეულად იმაშვა არ გარს მაჩვენებს რას აღიარებს ამ ქალმა მოიგო ნახეთ მოგება საერთო ურთიერთობაში ეს ცოტა ისეთი რა ნათქვამი მაგრამ თქვენ ხართ ქალი ვისთანაც გრძნობს თავს ბედნიერად ამავდროულად გრძნობს თავს რთულადაც რა როგორც თვირთი ასე რომ ვთქვათ რა თვირთი არ არის ცუდი ნათქვამი ამ შემთხვევაში მაგრამ ხართ მისი ესეთი ქალი რომელიც იმპერატრიცა ესეთი ქალი რომელიც ნამდვილად ეხლა რო ადამიანს რო არ შეხვედრია რა ცხოვრებაში არასოდეს და ქალი წარმატება ქალი რომელიც ეხლა თქვენ პლუს კიდე თქვენ მისი თვალით ქალმა რომელმაც გაიარა ძალიან ბევრი ტკივილი ძალიან ბევრი რთული გზა თავის ცხოვრებაში მაგრამ არა ხართ უზომოდ პოზიტიური ტიპი რა ყველაფრის მიუხედავად რო თქვა დაუშვოთ ახლა თქვენ თან პლუს კიდე თქვენ ხართ ადამიანი მისი თვალით როგორი ხართ კიდე თქვენ თვითონ ბევრი რაღაცა ტკივილები რო გამოვლილი თქვენ თვითონ ეხმარებით მაინც სხვებსაც ქალი რომელიც არასოდეს არ ნებდება მიხვდით რაც არ უნდა იყოს რანაირი ტკივილები რანაირი მაპატიეთ კიდე ერთხელ ვერსად არ წავიდე ჩემთან ზის არ მინდა გავსვლა იქ და ცოტა ვაპატიეთ და არის როგორი მომენტი იცით რომ ამავდროულად თქვენ ხართ მისთვის ძალიან თქვენ მისთვისაც ხართ ძალიან გამარჯვებული პიროვნება და ამ პლუს კიდე ქალი რომელიც არასოდეს არ უნდა ძალიან დიდი გზა გაქვს გამოვლილი ძალიან ბევრი რამე გაქვს გამოცდილი და ძალიან გამარჯვებული ხართ ყველაფერში რა და მისთვის ახლა მისთვის ხართ თქვენ მისი პატარა გოგო ხართ თქვენ კი მისთვის პატარა გოგო ხართ რომელიც აქ სხვადასხვა იქნება სხვაობა იცით როგორ არის ეს ახლა საჭირო ხართ მისთვის იმის მიუხედავად რომ მაგან ძალიან კარგად იცის რომ ძალიან გაწყენინა თქვენ ძალიან გაწყენინათ რა რაღაცა სიტყვით რაღაცა ქმედებით ან უქმედობით რა აქ წასვლად შეიძლება იყო
მაგრამ წასვლა სიყვარულით. ამას უყვარხართ თქვენ, ეხლაც უყვარხართ. უბრალოდ აი უმოქმედობა, რაღაცა გააკეთა ისეთი ამ ადამიანმა, რომ მაგრამ რა არის, ეს საჭირო იყო თქვენთვის. ეს იყო საჭირო. ძალიან საჭირო იყო, იმიტომ რომ ეს ადამიანი გაიყვანეს ახლა რაღაც გაკვეთილში, იმიტომ რომ კი ეს გაიყვანეს გაკვეთილში. რამ პლუს კიდე შეიძლება გოგოებო თუ ვინმესთან მართლა პატარა პროცენტი არის და თქვენ გაქვს რამე სამკუთხედი, ეს ადამიანი ახლა და ან დაუშვოთ თქვენ ხართ მისი ცოლი, იმიტომ რომ აქ ეს რა ქვია, იმის მიუხედავად რომ მაინც ტარო ახლა უფრო გვაჩვენებს ჩვენ, როცა იმპერატორი იმპერატრიცა უფრო გვაჩვენებენ იცით როგორ ანუ მნიშვნელოვანი წყვილს აჩვენებენ რა, მაგით და არა თქვა ცოლქმას, მაგრამ ნუ თქვა თუ ჩვენ მატერიალურ დონეზე რო დავიდეთ, შეიძლება ზოგისთვის ეს იყოს ქმარი, რომელთანაც თქვენ ახლა დაუშვოთ გააქვთ რაღაცა ისეთი პერიოდი და გრძელი დიდი ხნის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, გააქვთ ახლა აქ, მაგრამ თქვენ ამ ადამიანმა მიხვდა ძალიან კარგად, რომ თქვენ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება, თქვენ ხართ მისი ყველაფერი დაფიქრდა, დრო ქონდა დასაფიქრებელი ამ ადამიანისთვის, მაგრამ თუ აი იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეიძლება იჩხუბეთ, რაღაცა უთხარით ერთმანეთს, აქ შეიძლება даже ანუ ვიღაცასთან შვილებიც კი არის ახლა და დაკავშირება არის ამაზე. ნუ კი, მაგრამ შეიძლება აქ ვიღაცასთან დაუშვოთ კიდე მომენტი ისეთი იყო, რომ დაუშვოთ ამ ადამიანს უნდა შვილი, მაგრამ თქვენ რატომღაც ნუ დაუშვოთ, ნუ არ შეგიძლიათ, რომ ეს შვილი თქვა გაუჩინოთ და ამიტომ აქ ადამიანმა შეიძლება ამის გამოც დაუშვოთ ახლა წავიდა, მაგრამ რო წავიდა მიხვდა, რომ ნამდვილად ახლა ნუ რა გითხრა რა, ვერანაირად ვერ გაძლო თქვენს კი, მაინც და კარგვა არის თქვენ ვერ ხო? აქ ადამიანი გვეუბნება ჩვენ, რომ ნამდვილად დაკარგა რაღაცა, რაც იყო მისთვის უძვირფასესი. მაგრამ აქ არ შეუძლია. ამაინც უყვარხართ, აჰა, მოკალიტო კიდე. უყვარხართ და უნდა თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება. ნუ ვნახოთ ახლა თქვენ როგორი იქნებით მის თვალში ახლა მომავალი თუ გაქვთ რამე. ნუ მომავალი აქ როგორი არის? აქ ყველაფრის მიუხედავად მომავალი გაქვთ, იმიტომ რომ აქ არის ვარსკვლავის ენერგია, აქ ორი ადამიანი ზის ერთად. აქ ისეთ რას მეუბნებიან, აი აქ даже ვერც მანძილე აშორებს ამ სიყვარულს და ვერც ტკივილი. აქ რაღაცნაირად როგორ არის, შიში კი არის რაღაცა, შიში რისი დაკარგვის შიში, მე ასე ვეთყოდი აქ უფრო. აქ შიში არის დაკარგვის. სამომავლოდ აქ რა არის ახლა ვარსკვლავში უფრო მითხარით. აქ იცით როგორი მომენტი არის, აი ეს წარსული რაც კი გქონდათ თქვენ, რაღაცა გაუგებრობა, მომავალი თქვენი, როგორ დაგინახავს ეს ადამიანი, მოეჭვიანობს, იცით როგორ ეჭვიანობს ეს ადამიანი, რომ შეიძლება თქვენ ვიღაცა სხვა გეყოლებათ? აქ ახლა გითვალთვალებს ყველანაირად, აქ რა ხდება? ეშინიერის შიშები აქ. ამას ძალიან ეშინია, რომ ვიღაცა გაგიჩნდებათ, ნუ ვიღაცა გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და ეს ისთვის დამანგრეველი თემაა. იმიტომ რომ აქ არის, ნუ აქ სიყვარულია. ნუ მოდით ვკითხოთ იქნებით თუ არა ერთად. ნუ აი ამ გაშლით მე ვეთყოდი, რომ უეჭველი კი. კია, კი. აქ აუცილებლად მოგეცემათ თქვენ შანსი. მოგეცემ. აქ სხვათა შორის ხანძლებურ ურთიერთობას მაჩვენებენ და სხვათა შორის აქ სხვანაირად გამოჩნდება თქვენი პარტნიორი, აი რაღაც განახლებული ენერგიებით. მე ხო გითხრი, კი, აქ რაღაცა მიხვდება ეს ადამიანი, რომ თქვენი დაკარგვა მისთვის სიკვდილის თოლფასი არის, კი. კი. აქ სრულიად მოლოდინად გამოჩნდება ეს ადამიანი, ზოგ შეიძლება даже წინადადებას რამე შემოგთავაზება იქნება, ან даже გეტყვის ყოველ შემთხვევაში, რომ შენს გარეშე მე არ შემიძლია მოგწერს. აქაც იეროფანტე, იცით რის მერე? იმის მერე, როცა მიხვდება ეს ადამიანი, იქ ცოტა ხანში ამას განდეგელის სიმაში, რა ქვია, სახში დააჯენენ.
კარგად იქიჯდება და ფიქრდება რა გააკეთე და არჩევანს გააკეთებინებენ. არჩევანს გააკეთებინებენ და ეგრევე მოგწერს, ეგა თქვენ. აქ ეჭვიანობს, აქ ძალიან დიდი ეჭვიანობა, აქ ვერ დაგთმობს ეს ადამიანი, ვერაფრით ვერ დაგთმობს, ვერაფრით ვერ დაგთმობს. იმიტომ რომ აქ არის, მიგითხარით, აქ ისეთი ენერგიები დაიწყოთ, შემოგევლეთ, რომ რა გითხრათ რა. იმიტომ რომ აქ სულ მაღალი არკანები, რამდენი ამოვიღე, სულ მაღალი არკანები მათ შორის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა არის და არის როგორი მომენტებიც ისეთი ურთიერთობა, რომ შეიძლება შენ ფიქრობ, რომ მე ძალიან ადგილად შემიძლია თქვა დავასრულო. კი, შეიძლება შენ ასრული თქვა გადიხარ ურთიერთობიდან, თქვა ბლოკავ ადამიანს. არა აქვს მნიშვნელობა რომელიმე მხრიდან, ხო? ამბობ, რომ არ მინდა, აი რაღაც მაგრამ ნუ არსებობს მე ისეთ რა ბევრს მაგას ვფიქრობდი სხვათა შორის, აი ძალიან ბევრს და მაინც ხვდები რომ ეს არ არის იმ ნუ ვთქვათ აი დაუშვათ ქალის სუსტია ან თავს პატივს არცემს, არა. მაინც არსებობს ეს უხილავი ძაფები, არსებობს ეს კარმული ურთიერთობები, ეს ნუ ყველაფერი ეს არის, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ახსნი, იმიტომ რომ ჩემთან მოდიან უძლიერესი გოგოები კონსულტაციებზე და იტყვი რომ რა აი ყველაფერი აქ რა თუნდა ახლა ეს დაუშვა. მაგრამ აი სხვანაირად იცით სიტუაციები ხდება. ნუ ეს ცოტა ისეთი გრძელი თემა, ამაზე აუცილებლად ჩვენ ვისაუბრებთ. თქვენ ნუ მთხოვეს ახლა ბევრმა რომ ტრენინგი გვინდა ურთიერთობებზე და იქ ყველაფერს შევეხებით. აუცილებლად მე ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ რომ აქ არის ნახეთ 1 2 3 4 5 6 6 მაღალი არკანი, ამოვიღე 6 კარტი, 6 მაღალი არკანი. უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა არის, თქვენ აქ შევხვდეთ სიყვარულისთვის, ამიტომ ნუ კი ბატონო, გზას როცა გავდივართ, ბევრი რაღაცა სირთულეებიც ხდება, მაგაში ჩვენ ვიზრდებით, ვითარდებით და იდეალურ პარტნიორთან კიდე განვითარება არ არსებობს. ამიტომ აი ასეთი სიტუაციაზე გხედავს თქვენი პარტნიორი თქვენ.